ქართული ოცნების ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი სულხან მახათაძე წინა საარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს. მან შეხვედრები ამჯერად სვერის და გეზრულის თემში გამართა და 4 სოფლის სვერის, ცხვრუკვეთის, თვალუეთისა და გეზრულის მოსახლეობას შეხვდა. გვესაუბრა გზებზე, ჯანმრთელობის პრობლემაზე, სოფლის პრობლემაზე, წყალზე. რაც არის ჩვენი პრობლემები, დაგვირდა ამ პრობლემების მოგვარებას. წყალი დამცველები მოგვარებულია და გზა ეს თავარიო უბნებში რაიონი არ არის. და შეგვიძლია პირობა მოცემულია და ალბათ შეასრულებენ პირობასაც. ყოფილი გამგებელი ადგილობრივებს ქართული ოცნების წინა საარჩევნო პროგრამის შესახებ ესაუბრა და მათ მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა. მე ვარ ადგილობრივი მკვიდრი, სოფლის გასაჭირი, ყველაზე მეტად ალბათ მე ვიცი. ის სოციალური პრობლემები თუ ეკონომიური რომელიც ბევრი უამრავია სოფელში, ყველა ღონეს მოვეხმარო და დროულად გადავწყვიტა. სახელისუფლო გუნდის გამგებლობის კანდიდატი ადგილობრივებს გამარჯვების შემთხვევაში პრობლემების მოგვარებაში მხარდაჭერას დაპირდა. არის რა თქმა უნდა სოფლის ექიმის პრობლემა მთლიანობაში მთელ რაიონში და ჯანდაცვის სამინისტროსთან ამ თემასთან დაკავშირებით მუშაობთ რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს თემა მოვაწესრიგოთ და აღარ იყოს ესეთი მიტოვებული სოფლების და უკმაყოფილებას რა თქმა უნდა მოსახლეობის მხრიდან. თვალიოთის მოსახლეობას აქვს ერთ-ერთი შენობა რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს საბავშვო ბაღის დაწესებულებად და ჩვენ რა თქმა უნდა მაქსიმალურად ვიზრუნებთ იმაზე რომ სოფელს ერთი დამატებით ბაღი გაუხსნათ. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სულხან მახათაძე დარკვეთის მოსახლეობასაც შეხვდა.